მოგესალმებით მეგობრებო, ისევ დავბრუნდი FC Mobile-ის ვიდეოთი. დღეს მე დავხურე ზლატან იბრაჰიმოვიჩის ივენთი და ავიღე ასეთი კარდი. როგორც იცით, როცა დავხურო, ბოლოში გაძლევს არჩევანის საშუალებას 3 ზლატანის კარდია, რომელიც შორისაც უნდა აირჩიო ერთ-ერთი. ყველა სროვერიანია და ორჯერ დანაკლულია ყველა. მაგრამ მე გირჩევთ რომ აიცეთ აი ესეთი შუა არ არის player pick-ში. ასეთი კარდია. ეს კარდი ჯობია ყველას, იმიტომ რომ ფიზიკაც კარგი აქვს, პასინგიც და ფეისიც. ამას ყველაზე კარგი აქვს ამ კარდს. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე კარგი, იმიტომ რომ დრიბლინგიც აქვს კარგი და დარანკვა მინდოდა. მქონდა 4 მასჩერანო, მაგრამ არ დაურანკე. რადგან მასჩერანოები მჭირდებოდა ჩემი გუნდის გასაძლიერებლად და ზლატანი იმიტომ არ დავრანგე რომ მის ადგილას უკვე მყავდა შვენიერი კარდი რომელიც არის ჯერდ მიულერის და თან სტრაიკერის შესვლას ვაპირებ და იმის დარანკვები შევნია რატომ უნდა შევცვალო და მის მაგივრად დავრანგე ყვარას კარდი რომელიც გახდა ჩემი ძირითადი მარცხენა შემტევი რადგან ძალიან სასწაულ რაღაცებს აკეთებდა ვაპირებდი რომ შემენახა ეს მასჩერანოები, მაგრამ გადავწყვიტე რომ როდესაც ივენთი რაღა არის და განახლება გამოვა, მაშინაც ბევრ მასჩერანოს ავიღებ და დარანკვას ფეხბურთელების მაინც შევძლებ, ამიტომ ვცადე რომ 4 მასჩერანო იყო, ხო, იმ 4 მასჩერანოთი გადავწყვიტე რომ მეცა და დამერენგა კვარაცხელიას კარდი ბოლომდე. დავრანკე და ტრეინინგებელების ბოლომდე გავუკეთე და ახლა ასე გიჟურად გამოიყურება სტატები, ფიზიკა ძალიან კაი აქვს და ამიტომაც საფუძვლიერად ჩაანაცვლა უკვე მანე. ახლა კი დაუბრუნდეთ ისევ ზლატანის თემას. ამასობაში კი გადავიდეთ დაიმენჟე რივალებში და მენეჯერის რეჟიმში. ხო, სულ რაღაც 2 დღე დარჩა. სანამ ივენთი რაღა იყო და სანამ განახლება გამოვა. და იქ უკვე დაიმენჟე რივალებით განახლდება და დაგვაბრუნებს სულ საწყისზე არა, მაგრამ რაღაც დოზით უკან დაგვაბრუნებს. ამიტომ ამის შემდეგ შევაგროვებ ჯემებსაც, შერტ პოინტებსაც, როდესაც უკვე შევაგროვებ, ურა, კარგი სტატები არის. ჩემ გუნდს უკვე 114 ნახევარ-დაცვა აქვს და დაცვამ რატომ არ აიწია, არ ვიცი. დაცვის სტატისტიკით უნდა აწეულიყო, მაღლა რახან დივინტერი დავამატე, მაგრამ აი ეს არაფერი. დაიწყო თამაში და კომენტარის გამოშვება კიდე დამოვიწა, ამიტომ ხმას ჩაუწევ. ხო, და შემდეგ ვიდეოს გადავიღებ pack openings. ამასობაში დაიწყო თამაში. შვენიერი გუნდი ყავს, მეტოქეს. თამაში დაიწყო იბრაჰიმოვიჩმა დაიწყო ყვარა. სანტი კაზორლა, გუტიმ გადაიწერა გრაფიორიც და გრაფიორომ შვენიერი შეწოდება გააკეთა ზლატანზე, ეს ფურთი როგორ ვერ მიიღო, ჰამშიკი. ძელი შეწოდება გააკეთა. ბურნი, კინი. კარგად ეთამაშებს ჩემი გუნდი, სანტი კაზორლამ შორეულ დარკვასცადა, მაგრამ დაუბლოკეს. მოიცადე რამე ხომ არ შევცვალე. არა, რატო არის? ახო ათაკინგ უნდა იყოს. პასინგ დისტენს დაუწიოთ. ამასობაში რაღაც ხდება მოედანზე. მაგრამ მე უფრო. პრეჟერსაც დაუწიოთ ერთით. ორზე დავაყენოთ. ხო, რაღაცები შეცვლილი მქონია. გუტი შვენიერი პასი გარინჩაზე და აქ პირველი გოლი იქნება. არა, იბრაჰიმოვიჩი დარტყმა. დარტყმები ამ ქართსაც შვენიერი აქვს. არის ქარდები ამ სამ ქარდს შორის ბევრი განსხვავებული რაღაცები აქვს. მაგალითად ფიზიკა 2 ქარდს ტოლი აქვს და რაღაცა. ამ ყველაფერში რომ გავიგო სტატები ასეთი ფეხბურთელების, რომლის დახვაც ფიზიკურად თვითონ FC Mobile-დან არ შეგიძლია, რენდერზის API, თვითონ საიტია, რომლის Google-დანაც ნახვაც შეიძლება, მაგრამ მე აპლიკაცია მაქვს ჩამოტვირთული ამის. ამასობაში კი მეტოქე უტევს პელე და გაგვიტანეს. ხო, აქ პელემ მშვენივრად გაგვიტანა თაური. იბრა გაათამაშა, კინი. სანტი კაზორლა, კლავ იბრაჰიმოვიჩი. იბრაჰიმოვიჩი ჯერჯერობით პასებზე უფრო კარგად არის. ამ ქარდს თვითონ იბრაჰიმოვიჩის ქარდებს ძალიან კარგი ფიზიკა აქვს.
კვარაცხელია ამასობაში. გუტი და აქ უნდა გაიტანოს, რა თქმა უნდა. ნუ როგორც იცით, გუტი ძალიან კარგად ერთვება ხოლმე შეტევებში. აქ იბრაჰიმოვიჩმა გააკეთა საგოლე პასი, უნდა აღნიშნოთ, ძალიან კარგი მოედნის ხედვაც აქვს ამ ქართს, უკვე ეს გამოჩნდა. პასებიც ძალიან კაი აქვს, როგორც ჩანს. და თუ რა დავრანკავთ და კიდევ გავაძლიერებთ, ეს ქარდი იქნება მშვენიერი, ჩემი აზრით, ყველა ორივე დანარჩენ ქართს ჯობია, რომელიც ქონდა წარმოდგენილი ივენთის მაილსტოუნში. და დემბელემ თავი სადა კიდევ რომ გაეტანა, მაგრამ დაასრულა პირველი ტაიმი. ცვლილებები არ ეგვინდა, მოდი. პელე, საკა, ვალვერდე, დემბელე. მეტოქეც კარგად ათამაშებს, თუმცა კვარაცხელიას უფრო მოხვდა ბურთი ვიდრე ჩაჭრა იბრა. ნახოთ, კარგ პასებს გასცემს ხოლმე და ახლა ნახოთ, კარგი მოძებნა. გარინჩა თუ დაეწევა აქ ბურთს, არა რობერტსონმა ფიზიკურ ორთაბრძოლაში აჯობა. ნუ ეგ აქვს გარინჩას ცუდი. მოდი ახლა ნახოთ. ასე როგორი იქნება. კვარაცხელია მარჯვენა ფლანგზე და მანე მარცხნივ. როგორც ხედავთ, გარინჩას დაბალი ფიზიკის გამო ხშირად დუელებს აგებს. თუ ბურთი გაქვს და დრიბლინგზე მიდიხარ, შეიძლება ბურთი ადვილად დაკარგოს ან რამე, უფრო კარგი ფიზიკალი რო ქონდეს, მშვენიერი იქნებოდა. ცოტათი უფრო მაინც, 90 მაინც ძალიან მშვენიერი იქნებოდა. ამასობაში კვარაცხელია მშვენიერი. კვარაცხელიას აწოდება იბრაჰიმოვიჩი იბრძოდა. გუტიმ გაუკეთა კვარაცხელიას მას. დივინტერი. გუტი. კინი იბრაჰიმოვიჩი. კინი სანტი კაზორლა გავიდოდა გოლი რომ არ დაებლოკათ, მაგრამ დაბლოკეს. აი ახლა კუთხურიდან ნახოთ როგორი იქნება ჩვენი იბრაჰიმოვიჩი. კაზორლა აწვის. ჩააწოდა. გონზე, ნუ მინდა გითხრათ რომ რაც კაზორლა აწვის კუთხურებს, აქამდე ლორენტი აწვდიდა, მაგრამ ახლა დავაყენე კაზორლა, რადგან ლორენტეს კუთხურები არ მომწონდა. და ამის შემდეგ ბევრი კუთხური გავიტანე. დემბორნი და კონი დივინტერი, ჩემი მცველები ძალიან კარგ გამოიყურებიან კუთხურის დროს. აი სწორედ ბურნი ბურთით. კინი. იბრაჰიმოვიჩი, გუტი. ნახოთ რა მოხდება. კაზორლას შეიძლება შოიდან დაარტყას. მაგრამ არა, კვარას გადააწოდა ბურთი. უკან გუტი, მე მეგონა გოლი იყო. მშვენიერი დარტყმა გუტის. მოდი პრესინგს უნდა აუწიო. მოდი გადავთოთ ფრიზე. სპიდი მოუმატოთ. ნუ რაღაცა აქვს ახლა პრინციპში ოღონ არ წავაგოთ. ინაღამ გოლი გაგვიტანეს აქ. ტრენტია ეს. ხო? კი, ალექსანდრ არნოლდი იყო, სულად მოიგერია ბურნმა და ასე ფრედ ამთავრდა თამაში. ასეთი იყო ჩვენი თამაში. კვარაცხელიას რაღა იყო და იბრაჰიმოვიჩის გარდა თქვა. პოზიციურად კარგი ქარტია, ფიზიკაც ძალიან კაი აქვს და ბურთს კარგად ინარჩუნებს, როდესაც ვიღაცასთან ფიზიკურ ორთაბრძოლაში შედის. ასევე დარტყმის სიძლიერე აქვს ძალიან კარგი, პასები ჩემთვის მოულოდნელად. პირველად რომ ავიღე 160-ვერიანი ქარდი, პირველი რო დავხურე, ისიც გამოვცადე, მაინტერესებდა თუ როგორი იყო თვითონ თამაში. სკილ მოძრაობები რომ 5 ვარსკვლავი აქვს, ეგ ძალიან მაგარია. სტამინაც კარგი აქვს, 4 ნახევარი ვარსკვლავი აქვს და ნორმალურიზე უკეთესია, რადგან არ დაიღლება და ან ფიზიკაც ისეთი აქვს, რომ ხო, დრიბლინგი კიდევ გადასარევი ამ ქარდის, როგორც იცით, შუტინგიც ძალიან კაი აქვს და ფეისი ნორმალური. პასინგი კიდევ ჩემთვის მოულოდნელად როცა გამოვცადე, ძალიან კარგი ქონდა. ძალიან მაგარ პასებს აკეთებდა და მოედნის ხედვა ძალიან კაი აქვს. მოკლედ, ვისაც მეც შემეძლო რომ დამეყენებინა ჩემს გედ მიულერი, მარტო ფეისი ჯობდა, დანარჩენი სტატი ყველა ჰქონდა უკეთესი ზლატანს. თუ რა თქმა უნდა ასეთ მდგომარეობაში არა, თუ დავრანკავთ, მაშინ ექნება უკეთესი. მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე რომ არ დამეხარჯა ჩემი მასქერანოები. ვისაც გჭირდებათ რეკომენდაციას გაუწევ ამ ქარტს, რომელიც მე გამოვცადე ახლა, დანარჩენ ორს ჩემი აზრით ჯობია. ახლა უკვე გამშვიდობებით. მადლობთ რომ უყურებთ ვიდეოს და ლაიქება არ დაგავიწყდეთ ვიდეოსი და არხის გამოწერა. აბა კარგად.